საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ჟიული შარტავას დღეს 91 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, ჟიული შარტავას შვილიშვილმა ლიკა შარტავამ, მთავრობის წევრებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვაკის პანთეონში გმირის საფლავი გვირგვინით შეამკესნა, მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ილორის ტაძრის წინამძღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ ჟიული შარტავას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები 30-მდე ქართველთან ერთად მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს. ის იყო ადამიანი, რომელიც დაბადებული იყო მოწოდებით გმირობისკენ, ჩემთვის ძალიან საამაყოა მეკაოს ის პოზიცია, რომელიც ერთ დროს ეკავა მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სიცოცხლე, რომელიც მან გასწირა თავისი ქვეყნის და სამშობლოს სიყვარულისთვის, ძალიან მალე ქართულ-აფხაზური ურთიერთობით და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაგვირგვინდება. 7 მარტი ჩემთვის ძალიან ბევრ ემოციასთან არის დაკავშირებული. ჟიულის შემართება, გამბედაობა, ეს არნახული უშიშარი სულისკვეთება ყოველთვის იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული, ძალა. მან ბევრი მტკინვეული და რთული წელი გაიარა მის თანამებრძოლებთან ერთად, თუმცა ამის მიუხედავად სიცოცხლის ბოლო წუთამდე ისინი იდგნენ ქვეყნის სადარაჯოზე და იმსახურებოდნენ საკუთარ ხალხს და ქვეყანას. ბატონი ჟიულის სახელის უდავსაყოფად ბევრი რამ გაკეთდა ამ წლების განმავლობაში. ის არის ერთ-ერთი განსაკუთრებული მაგალითი თუ როგორ შეიძლება შენ იდგე ამ შემთხვევაში ყოველივე იმის მაღლა, რაცაც დაპირისპირება ქვია. დღეს მის სასაფლაოზე თავი მოიყარა მისი ოჯახის წევრებმა, სიღრმის მეგობრებმა, მისმა ახლობლებმა, გულშემატკივრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, უმაღლესმა საბჭომ, ჟიული შარტავას საზოგადოების წევრებმა და კიდევ ერთხელ ჩვენ ვაღიარეთ, რომ ეს ის კაცი იყო, რომელმაც თავის თაობაში გააკეთა ის, რომ დღეს ამ ხალხს გვაქვს საამაყო. მისი სახელი